გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ჯანმრთელობის მატრიცა და ტრადიციულად დავბრუნდით ძალიან საინტერესო თემით. დღეს მე ლაშა გუბიანი, გიორგი კამკამიძე და მაია ბუწაშვილი ვილაპარაკებთ ზამთრის სეზონისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფექციაზე და დაავადებაზე, ლაპარაკია გრიპზე. ალბათ ცოტა ინფექცია თუ არის, შეიძლება გავიხსენოთ ისეთი, რომელსაც ყოველწლიურად შეუძლია ისეთ ციფრს მიაღწიოს ინფექციის, როგორც არის 1 მილიარდი, ხო? ყოველწლიურად 1 მილიარდი ადამიანი ინფიცირდება გრიპის ვირუსით, საიდანაც დაახლოებით 3-დან 5%-მდე სხვადასხვა სტატისტიკით მიმდინარეობს აღნიშნული დაავადება გართულებით და ყოველწლიურად სოფლიოში თითქმის 9 მილიონი ადამიანი კვდება გრიპის ვირუსთან ასოცირებული გართულებებით. დავიწყოთ ლაპარაკი მოკლედ გრიპზე. ზამთრის სეზონზე ძალიან ბევრი ვირუსი ცირკულირებს და ძალიან ბევრი მათგანი სიმპტომებით ძალიან გავს ერთმანეთს, ხო? ამიტომ ყოველთვის, როდესაც ლაპარაკს ვიწყებთ გრიპზე, ადამიანების ტვინში პირდაპირ ასოციაცია მოდის გაციებაზე. ზამთრის სეზონზე ძალიან ბევრი ვირუსი ცირკულირებს და მათი სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ადამიანებს ერთმანეთისგან ერევათ, ესე ვთქვათ, ეს ვირუსები და ყველაზე ძალიან პირველი რაც მახსენდება ხოლმე, ერთმანეთისგან გამიჯვნა უჭირთ ადამიანებს გრიპის და რაღაცა ბანალური გაციების. აი მაია, როგორც ინფექციონისტმა, შენ იქნებ მითხრა, რა განსხვავებაა, მოდი დავიწყოთ გრიპისა და გაციებისგან და როგორ გავანსხვაოთ ესენი ერთმანეთისგან, მაგალითად. კი, მართალია, ყველაფერს რაც მიმდინარეობს სურდოთი, ხვალით, ანუ ზედასასუნთქი გზების სიმპტომებით, ადამიანები ყველაფერს ეძახიან გრიპს. სინამდვილეში გრიპი არის ერთი კონკრეტული ცალკე დაავადება, რომელსაც კონკრეტული ვირუსი, გრიპის ვირუსი იწვევს. სასუნთქი გზების ინფექციებს, მათი საერთო სახელი არის სასუნთქი გზების ინფექციები. სასუნთქი გზების ინფექციებს გრიპის ვირუსის გარდა უამრავი სხვა ვირუსი იწვევს, მაგალითად, რინოვირუსები, რესპირაციულ სინციტიური ვირუსები და ბევრი აღარ ჩამოვთვლით. ამას თითქოს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს ამ ტერმინოლოგიას, ბოლოს და ბოლოს თუ გრიპს ვეძახით, არა უშავს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს საკითხი თავიდანვე მინდა ამით დავიწყო უბრალოდ. მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ რადგან ყველაფერს გრიპს ეძახიან, მაგალითად ვაქცინაციასთან დაკავშირებით დგება პრობლემა, რომ ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ თუ გრიპზე აიცრებიან, აღარ უნდა დაემართოთ არავითარი რესპირაციული ინფექცია, ანუ აღარც სურდო, აღარც ხველა და ასე შემდეგ. იმიტომ ვიწყებ ამით, რომ ასე არ იქნება, რა თქმა უნდა, გრიპის ვაქცინა იცავს კონკრეტულად ერთი ვირუსისგან, გრიპის ვირუსისგან, უბრალოდ მისი გართულებისგან და ეს ძალიან სერიოზული ამბიცია ამ ვაქცინის. ანუ გრიპის ვირუსს შეუძლია ძალიან მძიმე გართულებები, ფილტვების ანთება, საავადმყოფოში ხვდება ხალხი, შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს და აი ამ ერთი კონკრეტული დაავადებისგან იცავს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გავმიჯნოთ, რომ ბევრი სხვა ვირუსი არსებობს, უამრავი და ზამთრის სეზონზე ისინი განსაკუთრებით აქტიურდებიან. ხო, ეხლა ვაქცინა ახსენე და მაგაზე ძალიან ცლად მინდა ვისაუბროთ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ აი როდესაც ადამიანები იძახიან, რომ მე გაციებული, ან გრიპი მქონდათ თუნდაც, აი და ნამდვილად არის ის რაღაცა ლაბორატორიულ ტესტს და დიაგნოზს არ უზრდება მისის ვარაუდი, ხო, არის მხოლოდ ვარაუდი. აი რითი შეგვიძლია თქვა დავამტკიცოთ, რომ ეს სიმპტომები, რომელიც მე მქონდა, იყო გრიპი თუ არ იყო გრიპი და აი რომელი ტიპის გრიპი შეიძლება ყოფილიყო? ერთს კიდე დავაკონკრეტებ, დავასრულებ კიდე და მე გავაგრძელოთ გაცივება ტერმინსაც მინდა შევეხო, ბარემ მაი შენახსენე. გაცივება სიტყვა ადამიანების ასოციაციაში დაკავშირებულია ორგანიზმის გადაცივებასთან. ინგლისურადაც იგივე შესატყვისი ტერმინი არსებობს, common cold. გაცივებას იგივე common cold-ს უფრო მეტად უწოდებთ რინოვირუსებით გამოწვეულ ინფექციას, ანუ სურდოს რაც იწვევს. ეს სინამდვილეში ისტორიულად მართლა გაცივებასთან კი არ იყო დაკავშირებული და იმიტომ ქვია მასზე. უბრალოდ შემცირნების შეგრძნებას იწვევს რაღაცნაირად და აქედან მოდის ეს ტერმინი. და მეორეც, თავიდანვე ასევე მინდა ვთქვა, რომ გაცივება პრაქტიკულად არაფერ შუაში არ არის. იმიტომ რომ ეს ვირუსები ზამთრის სეზონზე აქტიურდებიან, ეს იმის გამო კი არ არის, რომ ორგანიზმის გაცივება ხდება. უბრალოდ იმიტომ, რომ შენობები აღარ ნიავდება, ადამიანები უფრო მეტად არიან შეჯგუფულები შენობებში და ადვილად ვრცელდება. ეს არის მთავარი მიზეზი. ორგანიზმის გაცივებაზე, ამაზე შეიძლება ჩვენ ცალკე პოდკასტშიც ვილაპარაკოთ, სამეცნიერო მითებს ხშირად ვეხებით. ბევრად უფრო მეტ რამეს ვაბრალებთ, ვიდრე სინამდვილეა.
გაცივება სინამდვილეში არ არსებობს. ყველაფერი არის ინფექცია. რაღაცით გამოწვეული, ხო? რაღაცით გამოწვეული. ამასაც თითქოს რა მნიშვნელობა აქვს? გადამწყვეტი არაფერი, მაგრამ რადგანაც ადამიანს ჯერა რომ ხშირად ხომ გაგიგიათ რომ ვირუსი არ მაქვს, გაციემული ვარ. ხო. ეს არასწორი. ყოველთვის ვირუსი ან ბაქტერია გაქვს და ცუდი რატომ არის ასე რომ გონიათ? იმიტომ რომ აღარ ერიდებიან გარშემოყოფას. მაგალითად, დედა მიიყვანს ბაღში ბავშვს და მასწავლებელს ეუბნება რომ ბავშვი უბრალოდ გაცივდა, ინფექცია კი არ არის. სინამდვილეში ეს ბავშვი გადამდებია გარშემოყოფებისთვის. და ასეთი ბევრი სხვადასხვა ინფექცია არსებობს, რომელსაც ადამიანები თვლიან რომ დაემართათ გაცივების გამო და სინამდვილეში ეს არის ვირუსული ან ბაქტერიული. კი ბატონო. ხო, დიაგნოსტიკაზე რომ გავაგრძელოთ გიასთან ლაპარაკი, გია, აი საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკას? თუ აქვს მნიშვნელობა გრიპზე, თქვა, ჩავიდაროთ ტესტირება და თუ აქვს, აი როგორ ხდება და რა ინფორმაციას გვაძლევს, თქვა, გრიპზე დიაგნოსტიკა. მართალი ხარ, ანუ ძალიან იშვიათად არის ხოლმე, როდესაც ექიმები განიხილავენ, როდესაც გვაქვს რესპირატორული ინფექცია, მისი ზუსტი, ასე ვთქვათ, გამომწვევის დადგენის თვალსაზრისით ნაკლები ინტერესია ხოლმე, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ეს უფრო აქტუალური ხდება, რომ ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ვიცოდეთ თუ რომელი ასე ვთქვათ ეს არის გრიპი, ეს არის კორონავირუსი თუ სხვა რესპირატორული ინფექციები, ამის დადგენა. ამის კვლევა საკმაოდ მარტივია, მსგავსად კორონავირუსისა, ესეც ხდება ცხვირხახის ნაცხის PCR ანალიზით, რომლითაც ერთდროულად შეიძლება ბევრი სხვადასხვა ვირუსული თუ ზოგიერთ შემთხვევაში ბაქტერიული ინფექციის დაფიქსირებაც ხდება PCR მეთოდოლოგიით. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ბაქტერიულ ინფექციებს, რომლებიც ჩვეულებრივი ბაქტერიოლოგიით ვერ ხერხდება მათი იდენტიფიცირება, არადა ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოვლენა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ინიშნება მაგალითად ანტიბიოტიკი, რომელიც ვირუსული ინფექციების დროს არ არის საჭირო მათი დანიშვნა განსაკუთრებით ინფექციის ადრეულ ეტაპზე. შესაბამისად, ამის მეთოდოლოგია უკვე საკმაოდ კარგად არის დახვეწილი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია ზუსტი იდენტიფიცირება, ეს არის გრიპი, პარაგრიპი, რესპირატორულ სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი თუ ასე შემდეგ. 21 ინფექცია ერთდროულად, ანუ სასუქი გზების გამომწვევი 21 ინფექციის ერთდროულად გამოვლენა ხდება, რაღაც კონკრეტული გამოკვლევით ძალიან მოხერხებულია ექიმისთვის და ძირითადი მიზანია ეს არის, რომ გავამიჯნოთ ანტიბიოტიკი გჭირდება პაციენტს თუ არა. და აქვე აუცილებლად უნდა დავაყოლოთ, რომ არსებობს გრიპზე სწრაფი ტესტიც, როგორც კორონავირუსი არსებობს სწრაფი ტესტი, რომელსაც აქტიურად იყენებენ. პირველადი დიაგნოსტიკისთვის. ხო, აი, რო ვახსენოთ ახლა გრიპი, აი, ვაქცინაზე მინდოდა დაბრუნებულიყავით და ვის, ასე ვთქვათ, ვინ უნდა ერიდოს მაქსიმალურად გრიპს. ხო, არის გარკვეული რისკ ჯგუფები, როგორც არის მაგალითად ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები და ასე შემდეგ. აი, მაგ კონტინგენტთან უფრო გჭირდება ხოლმე, მაია როგორც ინფექციონის, თქვათ, ტესტირება, თუ რა, როგორც ინფექციონის რას გაძლევს თქვა ტესტირება გარდა იმისა, რომ თქვა კუნალობა დანიშნა, მაგრამ ეგ მნიშვნელობა აქვს მარტო ტესტირებას? კი, ტესტირება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში მოკლედ არასწორად არ მოხდეს ანტიბიოტიკების გამოყენება, იმიტომ რომ ვირუსულ ინფექციებზე ყველამ ვიცით, რომ ანტიბიოტიკები არ ინიშნება. ძალიან რთულია ზუსტად გამიჯნო ეს ინფექცია ვირუსულია, ბაქტერიულია, ჭირდება ანტიბიოტიკი თუ არ ჭირდება, კი ექიმებმა ის იციან. მაგრამ რა თქმა უნდა ცივილურად თუ დროულად გავერკვევით რასთან გვაქვს საქმე და ასე ვთქვათ გვეცოდინება ზუსტად ეს რომელი ვირუსია ან რომელი ბაქტერია და ასე შემდეგ კურნალობაც უფრო ადრილი იქნება. ზოგიერთ რისკებში როგორც ჩვენ ახსენე, საერთოდ შეიძლება ანტივირუსული კურნალობა გახდეს საჭირო. ანუ ამაზეც მითხრა ცოტა მე გავშალო ანტივირუსულ კურნალობაზეც სამწუხაროდ ჩვენთან ზედმეტად დაიწყეს გამოყენება ანტივირუსული მედიკამენტების და ამაზეც ცოტა შევჩერდეთ, მაგრამ ეხლა დასაწყისისთვის ის მინდა ვთქვა, რომ ამ დიაგნოსტიკას ეს მნიშვნელობაც აქვს, რომ თუ კონკრეტულად ჩვენ დავსვამთ გრიპის ვირუსის დიაგნოზს და ეს პაციენტი არის რისკის ჯგუფის, მაშინ უნდა დავიწყოთ ჩავთოთ დროულად ანტიბიოტიკოთერაპია. სიკავ. ვიხდი ანტივირუსული თერაპია.
ანტივირუსულ თერაპიაში გულისხმობა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული Tamiflu, რომელსაც როგორც წეგნ თქვი, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ზედმეტად იყენებენ უკვე. იყო წლები, როდესაც არ ექცეოდა ყურადღება ამ წამალს და პირიქით ლაპარაკი იმაზე იყო, რომ გახსენებოდა ხალხს და მიეღო წინააღმდეგობა იყო მის მიღებაზე და ბოლო 2 სეზონი შეიმჩნეოდა, რომ პირიქით ზედმეტად ნებისმიერ სიცხეზე, ნებისმიერ რესპირაციულ ანუ სასუქისების სიმპტომებზე ადამიანებმა დაიწყეს Tamiflu-ს ზედმეტად გამოყენება. ხო, ნუ მოკეთ რამდენიმე დღის წინ დაიდო ეს თქვათ განახლებული ინფორმაცია ECDC-ის, ანუ ევროპული დაავადებათა კონტროლის ცენტრის, სადაც აი ძალიან მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ის რისკ ჯგუფები, რომლებიც ახლა ჩვენ ველაპარაკეთ, იმაზე უფრო ადრე აცრან წელს, ვიდრე წინა წლების განმავლობაში ხდებოდა, იმიტომ რაღაცნაირად გადმოიწია, ეს თქვათ გრიპის, თქვათ მოსალოდნელმა გავრცელებამ. თუ თქვათ ველოდებოდ თუ ნოემბრის ბოლოს, ახლა 3-4 კვირით ადრე უფრო შეიმჩნევა, თქვათ შემთხვევების მატება და აი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ და ალბათ დარწმუნებულად თქვენს დამეთანხმებით, რომ გრიპთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება მიუხედავად იმისა, რომ კუნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, არის ვაქცინა, ხო? აი ვაქცინაზე რომ ვილაპარაკოთ ახლა ვრცლად, აი რა ტიპის ვაქცინაა ეს, იმიტომ რომ როგორც კი ვაქცინას ვახსენებთ ხოლმე, შენი პოსტები არის ამის ნათელი მაგალითი, სადაც ეს სიტყვა გაჭაჭანდება, იქვე, მოკლედ 10-ობით 1000 ადამიანი უკვე ჩათვალეთ, რომ მზად არის, რომ მოკლედ ამ პოსტს თუ ამ ინფორმაციას შეებრძოლოს, ესე ვთქვათ. აი რაღაცნაირად რომ ვეცადოთ, რომ ეს მითები ასე თუ ისე გავაქარწყლოთ და უპასუხოთ ჯანსაღი ინფორმაციით, აი რა ტიპის ვაქცინაა ეს, იმიტომ რომ პირველი მაგას, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტები მოსვით ხოლმე ადამიანებს თავში და მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს მისი უსაფრთხოების შესახებ და მისი ეფექტურობის შესახებ გრიპთან მიმართებაში. მართალი ხარ, ანუ აი სამწუხაროდ კორონავირუსის პანდემიასთან არის ესეც დაკავშირებული, რომ ადამიანთა ცნობიერებაში რატომღაც ვაქცინა პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს და აქაც ასე თქვათ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი ვაქცინა, რომელსაც ვიყენებთ იგივე ახალშობილების აცრის შემთხვევაში, ისინი არ აღიქმება, ასე თქვათ, ვაქცინებად, ის აცრებად აღიქმება რატომღაც და უნდა, ასე თქვათ, კარგად გააცნობიეროს ყველა, რომ ეს ერთ და იგივეზეა საუბარი, ვაქცინა, აცრა, იმუნიზაცია ერთი და იგივე პროცესია. კი, ბევრი მეჩხულება ხოლმე, მაგალითად, რომ როდესაც დამისვამს კითხვა, როცა შემოდიან კომენტარებით ნეგატიურ კომენტარებით და კონკრეტულად ფორსები თქვათ, როცა ვეკითხები გარშემო და აცერით თუ არა ისინი. კი, რა თქმა უნდა, ყველა მეთანხმება, რომ წითელაზეც აუცერი და სხვა მძიმე ინფექციებზე ეგ რა შუაშია. ზუსტად იგივეზე ვლაპარაკობთ. ვაქცინა, აცრა, ბავშვთა ასაკში, დიდებში, ეს არის ერთი ორგანიზმის დასაცავად გამოყენებული სამედიცინო ჩარეო. რაც შეეხება უშუალოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, ანუ იგივე აცრას, ამ შემთხვევაში ხდება ისეთი ვაქცინით და აცრა ჩვენს პირობებში საქართველოში, რომლებიც დაფუძნებული დახოცილი ვირუსული ნაწილაკების საფუძველზეა ეს ვაქცინები შექმნილი. არსებობს საგვირველე ცოცხალი ვაქცინაც, რომელიც ინჰალაციური გზით გამოიყენება, თუმცა საქართველოში ეს ნაკლებად არის. საერთოდ არის. ხო, ანუ ყველას შვიდად იყოს, რომ ჩვენთან ცოცხალი ვაქცინა გრიპის არ არის. არც იმ ცოცხალ ვაქცინას არ აქვს რეალური პრობლემა, მაგრამ თუ მაინც და მაინც ცოცხალი ვაქცინა. ანუ პოტენცია რომ რაიმე დაავადება გამოიწვევს, რასაც ესე ერთ-ერთი მითია ხოლმე, რომ დაავადებას იწვევს და მე ვთქვათ ორგანიზმში ვერ დააბრძოლოს, არ არსებობს ეგეთი. კი ბატონო. და ამ შემთხვევაში იფარება ის ვარიანტები ვირუსების, რომელიც მუდმივად ცირკულირებს ჩვენს გარშემო, აი რატო არის მაგალითად საუბარი იმაზე, რომ 4 კომპონენტისაგან შედგება ეს ვაქცინა. ეს არის A ტიპის ვირუსის, გრიპის ვირუსის ორი ვარიანტი, ეგრეთ წოდებული H1N1 და H3N2.
რომლებიც მუდმივად რჩება, თქვათ, აი სეზონიდან სეზონამდე ადამიანთა პოპულაციაში და B ტიპის ორი ვარიანტი არის ასევე ამ ვაქცინით გათვალისწინებული. რაც შეეხება სრულიად ახალ ვირუსულ, ასე ვთქვათ, ნაწილაკებს, რომლებიც აი ყალიბდებარე კომბინაციის შედეგად და შეიძლება განსხვავდებოდეს, თქვათ, საკმაოდ იმ ვირუსებისგან, რომლებიც იფარება ვაქცინით, ამ შემთხვევაში რასაკვირველია, გაცილებით ნაკლები დაცვითი ეფექტი ექნება ვაქცინას და გვექნება ეპიდემიის გაცილებით უფრო ძლიერი გავრცელება და შეიძლება პანდემიური ვარიანტიც მივიღოთ. თუმცა, აი ყოველ სეზონზე ხდება წინასწარ გათვლა, თუ როგორი ვარიანტები იცირკულირებს მოცემულ წელს ჩვენს გარშემო და შესაბამისად ვაქცინა მაქსიმალურად იყოს მორგებული ამ ვარიანტებზე. შესაბამისად მისი დამცველობითი ეფექტი რაც შეიძლება ძლიერი ეს იყოს. პასუხი იმაზე, რასაც ბევრი გვეკითხება, რაღაც მინდა წელსაც რა შაშანაც ავიცედი. ხო, თუმცა აი უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ვირუსის გადაცემის თვალსაზრისით, დასნებოვნების თვალსაზრისით არ არის რასაკვირველია იდეალური ეს ვაქცინა, 40-50%-ია ასეთი ტიპის დაცვის თვალსაზრისით ვაქცინის ეფექტურობა, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ვაქცინაზე ვსაუბრობთ, რომ ის იცავს მძიმე მიმდინარეობისაგან ამ დაავადების, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ აქ სიკვდილობის და მძიმე ვარიანტების, ასე ვთქვათ, დაავადების მიმდინარეობისგან მაქსიმალურად გვიცავს ვაქცინა. და რომ ორსულები აუცილებლად უნდა აიცრან, არ ვიცი, თითქოს სულ ამაზე ლაპარაკი და მაინც ეს საკითხია. ცოტა შორის გინეკოლოგებისგანაც მშვენია. რომ არ გირჩევა, აიცრა. არათუ მესეჯებს აძლევ, ორსულები აუცილებლად უნდა აიცრა. ამაზე ორი აზრი არ არის. ასევე აუცილებლად უნდა აიცრა ის ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. აქ გარდა იმისა, რომ დედას ვიცავთ და ორსულებში საკმაოდ მძიმე გართულებებით შეიძლება მიდიოდეს. მეორე პრობლემა ის არის, რომ ახალ შობილს 6 თვემდე ასაკში ვაქცინას ვერ მოკეთებთ. ამიტომ თუ ბავშვი დაიბადა ამ სეზონზე, ის ფაქტიურად არის მხოლოდ დედიდან გადასული ანტისხეულების იმედად. და მას ამას ვართმევთ ჩვენ და უდიდეს რისკს ვუქმნით თუ ორსულს არც. ანუ ერთი ვაქცინით ვიცავთ ორ ადამიანს. ვაქცინაზე ლაპარაკისას ასევე კიდევ ერთ მომენტს მინდა ხაზი გაუსვა, რომ დროულად აცრა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი კიდევ იმის გამოც, რომ ანტისხეულების გამომშვებასაც თავის დრო უნდა. დღეს რომ ვაქცინას გავიკეთებთ, ხვალვე ცხადია, დაცული ვერ ვიქნებით, 2 კვირაა საშუალოდ ის ვადა, როცა დამცველობით დონეს აღწევს ანტისხეულები, ამიტომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. და როდესაც ხშირად პასუხობენ, რომ რამე ჩქარება და დეკემბერში ავიცრები და იანვარში ავიცრები, აზრი ყოველთვის აქვს, კიდევ ერთი კითხვა ხომ აქვს თუ არა აზრი დაგვიანებულ ვაქცინაციას. თუ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერის გამო ვერ აიცრა ადამიანი, აზრი ყოველთვის აქვს, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ მარტშიც კი ყავს პიკები გრიპის მიმდინარეობის, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც მალე მით უკეთესი შეწევა ნახსენე ნოემბრის ბოლო ვართ უკვე ნოემბრის ბოლოში, ანუ ეხლაც უკვე დაგვიანებულია რამც თუ ის, რომ ისიც რასაც გვაფრთხილებს, რომ გადმოწიეთ უფრო, ეხლა უკვე ყველანაირი ძველი კრიტერიუმებითაც საკმაოდ დაგვიანებულია. მაგრამ კიდევ მეორე აუცილებლად ეხლა ვინც არ არის აცრილი, უნდა წამოწიოს. კი, ანუ ყველას მოუწოდებთ, ქვეყანაში არის ნამდვილად ვაქცინაციის, ესე ვთქვათ, რესურსი არის, ვაქცინები არის და განსაკუთრებით მოუწოდებთ იმ რისკ ჯგუფებს, რომელზეც წეგანო ვილაპარაკეთ, ეს არიან, ვთქვათ, ორსული ქალები, ვთქვათ, მაღალი ასაკის მქონე ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ეს არის პირველ რიგში უნდა. როდესაც ამას მოუწოდებთ, თქო, მე მაინც არ მეყვარს ხოლმე ხაზგასმა მაღალი რისკის ჯგუფებზე, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ყურადღება გადადის, რომ თითქოს სხვებს არ ჭირდებათ. ბევრად მარტივადა საქმე თუ ყველა აიცრება. აქ თავი დავანებოთ იმას, რომ ყველა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, თუნდაც არ იყოს მაღალი რისკის ჯგუფი, რატომ უნდა დაემართოს ადამიანს ასეთი მძიმე ინფექცია, მოწყვდეს სოციუმს, ვერ წავიდეს სამსახურში. მაგრამ თავარი, და მოვიხსენე, რომ იმ რისკის ჯგუფებთანაც ისევ ამ ჯანმრთელ ადამიანებთან
ადამიანებს აქვთ კონტაქტი. მართალია კი ამკითხვა, რომ სულად არ იცავს ინფიცირებისგან, მაგრამ მკვეთრად ამცირებს და ვირუსის გამოყოფაც მცირდება. შესაბამისად, სახლში თუ ყავს მოხუცი, თუ ყავს პატარა ბავშვი, თუ ყავს ქრონიკი ავადმყოფი, შენ ხარ მისთვის მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ გარეთ დადიხარ და მიგაქვს ვირუსი, ამიტომ ყველა უნდა აიქცეს. კი, მაგრამ მაგ დროს თქვას ავიწყდებათ ხოლმე ის ფაქტი, რომ ადამიანი შეიძლება საერთოდ არ ქონდეს რაღაცა ადამიანს საიმე სიმპტომი და მაგ დროს ინფიცირებული იყოს და არა მხოლოდ ის, რომ ინფიცირებულია ეს ამ დროს არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის გადამდებია ამ დროს, ხო? აი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ყველა აიცის. შეიძლება თქვა სამწუხარო რეალობა, რაც არის ჯანდაცვის მუშაკებში. ჯანდაცვის მუშაკები არის ის რგოლი, რომელიც ყველაზე პირველად და ყველაზე აუცილებლად უნდა აიღოს. მათი ჯანმრთელობის გამოს, მათი ოჯახის წევრების, მაგრამ რაც მთავარია პაციენტების გამო. და ჩვენ სავალალო რეალობაში ვართ, რომ ჯანდაცვის მუშაკების თავისი სურვილი და ინიციატივი დაახლოებით მეოთხედი იცრება. აი ძალიან დაბალი პროცენტია, მიმდინარეობს ახლა რაღაც სხვადასხვა ვთქვათ, ღონისძიებები და პროექტი ამასთან დაკავშირებით და ვაწვდებით იმას, რომ ძალიან რეზისტენტულები არიან ჯანდაცვის მუშაკები და აბა შევხედოთ ახლა აქ რას ნიშნავს ეს. ადამიანს პასუხისმგებლობა აქვს თავის პროფესიული აღებული პაციენტების წინაშე. და ჯერ ერთი ის, რომ ჯანდაცვის მუშაკი, რომელიც თვითონ არ იცრება, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ის ურჩევს სხვას. პაციენტს. გამორიცხულია. ანუ გამოდის, რომ ისი მთელი რიგი პაციენტების და შეიძლება ძალიან ბევრი პაციენტიც რჩება, ეს ვთქვათ, ამ ვაქცინის მიიღო, ხო? და მეორე, განსაკუთრებით წარმოიდგინეთ, აი, ქირურგია, რეანიმაცია, განსაკუთრებით პედიატრიული რეანიმაცია. შედიხარ იქ აუცრელი, დაუცველი და შენს პაციენტებს უქმნი ამხელა რისკს. არ ვიცი, ამაზე ალბათ კომპიუტერიზაცია და უნდა ხაზი ამას მკაფიოდ გავაკეთოთ. კი, აი ეს დეპარტამენტები, რომლებიც ახსენეთ და მათ მომუშავე ადამიანები, სხვადასხვა გაიდლაინების მიხედვით განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის და ძალიან დაწესებული აქვს, ისე ვთქვათ, ზღვარი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაღწიოს და აქ მინდა ერთი წუთით ვისარგებლო ამ შემთხვევით და სიამაყით ვთქვა, რომ კლინიკა ნეოლაბის თანამშრომლების 98% აიცრა დროულად დასაწყისშივე პირველი კვირის განმავლობაში. ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ და გვინდა რომ მაგალითი ვიყოთ სხვა კლინიკებისთვის. ამით ჩვენ ვიცავთ თვითონ ჩვენს თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებს და ჩვენს პაციენტებს. და კიდევ მინდა ხაზი გავუსვერ იმას, რომ აქ რაიმე ძალდატანება და მუშტიკრევი არ ყოფილა. იყო რეზისტენტობაც, ყოველ წელს არის, მაგრამ არ მიშურებთ ძალას და ენერგიას, რომ თითოეულ ჩვენს თანამშრომლს დეტალურად და ყურადღებით უსმენთ, რა შეკითხვები აქვთ და დიდ დროს ვანდომებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ და ეს კარგად გამოგვდის. და იგივეს ურჩევდი ყველაფერს. კი ბატონო, და რაღაც წერან ცუდად გაგვიწყდა სიტყვა მკურნალობაზე, შეგრძნება დამშარო ვერ დაამთავრეთ და აი როგორ თქვათ რა მედიკამენტებით შეიძლება თქვათ იმ ჯგუფში რომ ეს ინფექციონისტები ნიშნავთ მკურნალობას, იმ მკურნალობა რამდენად ხელმისაწვდომია ზამთრის სეზონზე ქვეყანაში ეს მედიკამენტები. კი ბატონო, გრიპის მკურნალობა ზოგადად კიდევ ერთხელ და ბევრჯერ მინდა ხაზი გაუსვა, რომ როდესაც არის სასუნთქი გზების სიმპტომები, ადამიანებს ძალიან უყვართ ანტიბიოტიკების გამოყენება და ეს არის არასწორი პრაქტიკა. ძალიან რთულია გამიჯნოს, მით უმეტეს არასპეციალისტმა ვირუსულია თუ ბაქტერიული და მაინც რაღაც თავის დასაზღვევად იწყებენ ანტიბიოტიკების მიღებას. ეს არის საერთოდ. თვითონ უშუალოდ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ არსებობს ანტივირუსული მედიკამენტები, ყველაზე ფართოდ გამოყენებადია ტამიფლუ, რომელსაც თავისი კონკრეტული გამოყენებით ჩვენ ვიებთ. ხარ ძალიან დეტალურ სამედიცინო განხილვებს არ დავიწყებ, მაგრამ მასაც თავისი შეზღუდული მოქმედების სპექტრი აქვს. ერთი ის, რომ პირველი 48 საათია ეფექტური. თუ ახლა გართულებული შემთხვევა და უკვე ფილტვების ანთება, ჰოსპიტალიზებულია პაციენტი, იქ შემდეგ დღეებშიც ინიშნება. მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში პირველი 48 საათია ეფექტური. და კონკრეტულ რისკის ჯგუფებში, რაც არის მცირე ასაკის ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონეები და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი რაც სამწუხაროდ ხშირი შეცდომა, ამ ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება ადამიანებმა დაიწყეს ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომების დროს. აი ხშირად ესეთი როდესაც გითხოთ რატო სვამს ადამიანი ანტივირუსულ მედიკამენტს, მით უმეტეს არც რისკის ჯგუფი, არც გართულებული შემთხვევა, არაფერი და პასუხობენ რომ ღორის გრიპი აღმომაჩნდა. აქ არის ერთ პასუხში რამდენიმე შეცდომა. სამწუხაროდ იგივე ჩემი კოლეგებისგანაც მომისმენია ეს. პირველ
აღმოჩნდა ჯერთი ღორის გრიპი აღარ ქვია მას და ეს არის შეერთიანეთი მეორეც ის რომ ეს ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი არაფრით არ არის უფრო აგრესიული სხვა ქვეტიპებთან და ის ჩვეულებრივ ვირუსად არის კარგი ხანია გადაქცეული 2010 წელს მის პანდემია რომ გამოიწვია იმიტომ შიშია დარჩენილი და ბოლოდან მთავარ როდესაც კეთდება ჩვეულებრივი სწრაფი ტესტი რაც უმრავლესობას ეს სწრაფი ტესტი აქვს გაკეთებული ხოლმე და არა ის PCR რომელზეც კი ამილაპარაკა ამ სწრაფი ტესტი ჩვენ ვერაფრით ვერ გავარჩევთ ეს H1N1-ია თუ რომელია, ანუ ღორის გრიპი. სწრაფი ტესტი უბრალოდ ამბობს, რომ ეს არის A ტიპის ვირუსი თუ B ტიპის ვირუსი. ამიტომ გაუგებარია თუ ადამიანმა გაიკეთა სწრაფი ტესტი, აღმოაჩნდა გრიპის ვირუსი, ვერაფრით ვერ ეცოდინება მას, რომელი ტიპია. აღარაფერს ვამბობ და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ თუნდაც იყოს ღორის გრიპი, ანუ H1N1, არც ეს არ არის ანტივირუსული მკურნალობის ჩვენება. აი ეს არის მუდმივად მოარული რაღაცნაირი ფრაზა, რატომ იწყებენ ადამიანები მკურნალობას. თუმცა სადაც საჭირო მკურნალობა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ანტივირუსი. კი, ანუ რომ შევაჯამოთ ორი მესიჯი, რაც უნდა მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს, ერთი რომ როცა გაციების ეგრეთ წოდებულ სიმპტომები აქვს, პირველი უნდა იწყებენ რაც ანტიბიოტიკის დალევას, იმიტომ რომ და ნუც ანტივირუსს თუ არ ხდება ეს კვალიფიციური მედიკოსის, თქო, ზედამხედველობის ქვეშ. კარგი. ჩვენ როგორც ისით აი მათ შორის ნევლაბის მხარდაჭერით ხშირად ვატარებთ ხოლმე სხვადასხვა დაავადებაზე და ინფექციებზე მოსახლეობის და არაფოთ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ცნობიერების შეფასების კვლევებს, ესე ვთქვათ და აი ეს მითები, რომლებიც ვისაუბრეთ მათ შორის ექიმებისგან წამოსული, სწორედ აი ამ კვლევების შედეგად მოპოვებული და ესე თქვი ინფორმაცია. და ერთ-ერთი ახ მოვიყვანე ხა სამი ყველაზე გავრცელებული მითი, რაც ხდება ხოლმე, როდესაც გრიპზე ლაპარაკს ვიწყებთ ხოლმე და ის თქო ვაქცინაციის პრომოციას, რომ გაიკეთონ ადამიანებმა ვაქცინა და შეხვდნენ გრიპის სეზონს დაცულები. ერთ-ერთი პირველი რაც ხდება ხოლმე და ძალიან საინტერესო ამ შეკითხვით გიას მივმართოთ, არის რომ ალერგიული ვარ ზოგადად, ანუ ლაპარაკი კი არა, რომ თქვა შარშან გავიკეთე გრიპის ვაქცინა და ალერგიული რეაქცია მქონდა. მე ვარ ზოგადად ალერგიული ადამიანი და თავს ვიყავებ მაგალითად ამ შემთხვევაში გრიპის ვაქცინისგანაც. აი ალერგოლოგის პასუხი მინდა მოვისმინოთ ამაზე, რა არის სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე ამ დროს. ანუ ზოგადი ალერგიის არსებობა რასაკვირველი არ არის წინააღმდეგ ჩვენება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, აი თუ კი კონკრეტულად გრიპის ვაქცინაზე იყო წარსულში ძლიერი ალერგიული რეაქცია, მხოლოდ ეს არის ამ შემთხვევაში უკუჩვენება ვაქცინაციის. დანარჩენ შემთხვევაში როგორც წესი ეს არ არის წინააღმდეგ ჩვენება და პირიქით, ვისაც აქვს ალერგიული დაავადებები, მათ შორის მაგალითად ასთმა, ალერგიული რინიტი და ასე შემდეგ, გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს თვითონ ეს მდგომარეობები გრიპის ფონზე. შესაბამისად, პირდაპირ ჩვენება ამ შემთხვევაში ვაქცინაცია. და კიდე ერთი, აი ესეთი როგორც ექიმებისგან გამიგია ფსევდო, ასე ვთქვათ, მეცნიერული დასაბუთება, რატო არ იცრებიან, ისევე ძალიან ხშირად მშობლებისგან, ბავშვების მშობლებისგან, რომ აი ვაქცინაცია ხომ იმუნიტეტს ასუსტებს. და ნუ ეს გარკვეულად რაღაცა თითქოს იმის გამართლებაა, რომ არ დავარდეს იმუნური პასუხი, იმის გამო არ იცრებიან. ამ შემთხვევაში კიდევ ცალსახად უნდა აღნიშნოთ, რომ ვისაც იმუნოდეფიციტი აქვს, იქ პირველ რიგში ეს არის ის ჯგუფი ადამიანების, რომელიც პირველ რიგში უნდა აიცრას და აქ გადადება იმის გამო, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, უნდა ველოდოთ იმუნიტეტის დაქვეითებას, ნამდვილად ეს არ არის იმის გამართლება, რომ ვაქცინაცია გადაიდოს თუნდაც. კი ბატონო, ანუ ალერგიული ვარ და გრიპზე ვაქცინას არ გავიკეთებ, ეს არის აბსოლუტურად მითი და აბსოლუტურად არაფერ თქვა კიცებულებას არ ეფუძნება. ყველა ადამიანი ალბათ რაღაცაზე ბუნებაში ასობით და ათასობით ალერგენია და რაღაცაზე გვაქვს ალერგია, მაგრამ ის რომ გრიპზე ვაქცინაცია არ ჩავიტაროთ, ამის ერთადერთი ესე ვთქვათ ჩვენება არის ის, რომ თუ შარშან წინ გრიპის ვაქცინა გავიკეთე და მქონდა რაღაცა მძიმე რეაქცია, ხო? ანუ რო შევაჯამოთ რეალურად აღარ რჩება ჯგუფი საზოგადოებაში, ვისაც ეს რეკომენდაცია რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია არ ვრცელდება. თუმცა მე მსმენია რომ 6 ასაკი და კიდე ვინმე ხო არ არის რომ არ გამოგჩეს, თქვათ, ვისაც არ შეიძლება ჩაუტაროს. გიემბარის სინდრომი, რომელიც თუ ადამიანს ჰქონდა, თავს ვიყავით, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. ძალიან იშვიათია, ხო? და ამიტომ. კი ბატონო. აი
ხშირად არის ხოლმე ეგეთი პასუხიც, რომ რაღაცა სუსტად გრძნობა ეხლა თავს, სიცხე მაქვს, რაღაც ტემპერატურა მაქვს 37-36-38 და ამ დროს თქვა თავს იკავებენ ადამიანები ვაქცინაციისგან. არა და ჩვენ წეღანაც ვთქვით, რომ რაც უფრო გადის დრო სეზონი და უახლოვდებით თქვა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის ბოლოს, მით უფრო მეტია რისკი იმის, რომ ჩვენ დავინფიცირდებით, იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება. ტემპერატურის დროს ან რაღაცა როგორც წეგან ვახსენეთ, გაციების დროს უნდა აიცრას ადამიანი მაინც. ეს განსაკუთრებით პრობლემაა ბავშვების შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები მთელი ზამთარი, იცივი სეზონი რო დგება, სულ დაახვალებენ და მშობლები ერიდებიან აცრელ, გადადებენ და მერე ბავშვი რჩება აუცრელი ან გვიანდება. სურდო, მცირე ესეთი რესპირაციული სიმპტომები, ტემპერატურა 37.5 ისინი არ არის წინააღმდეგ ნაჩვენები ვაქცინის. ნამდვილი ცხელება, რაც არის 38 და მეტი, არის ვაქცინაციის გადადების ჩვენება. და არა ესეთი მარტივი რესპირაციული სიმპტომები. ასევე ხშირად მომისმენია ხოლმე, რომ მე ანტიბიოტიკზე ვარ და ვერ ავიცრები. არაფერ შუაში არ არის ანტიბიოტიკის გამოყენება, ან სხვა რომელიმე მედიკამენტის გამოყენება გრიპზე აცრას ხელს არ უშლის. რეალურად გრიპზე ლაპარაკობთ, ესე ვთქვათ, ოფიციალური სახელი არის მისი სეზონური გრიპი, ხო? ყოველ წელს, ესე ვთქვათ, ბრუნდება ეს ვირუსი, ხანდახან სახის შესვლელი და მითი ეგეც გვსვენია ხოლმე, რომ თქვათ, აი შარშან ავიცერი ან შარშან წინ ავიცერი და მოდი წელს თავს შევიკავებ რა. მხოლოდ ამას ეფუძნება ხოლმე მათი მხრიდან უარის თქმა, ესე ვთქვათ, ამ არგუმენტს, რამდენად სერიოზულად განეხილავ მაგალითად გია. შარშან ავიცერი წელს ავიცრა აუცილებლად. აი ესე ვთქვათ, გარკვეული მცირე დაცვა რასაკვირველია აქვს, მაგრამ ეს არ არის იმისთვის საკმარისი, რომ მოცემულ სეზონზე ეს იყოს საკმარისი იმისთვის, რომ თვითონ ვირუსის გავრცელება შეჩერდეს და ამის ასე ვთქვათ, დადასტურება ის, რომ ყოველ სეზონურად გვაქვს გრიპის ამდენი შემთხვევა, ხო, როგორც ახსენე, მილიარდამდე არის თვითონ ინფიცირების შემთხვევები, თვითონ დაინფიცირების თვალსაზრისითაც აი ამ სეზონზე გაკეთებულ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასაც არ აქვს სრულფასოვანი ეფექტი, თუმცა კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ მზაობა ორგანიზმისა, რომ უცბად, სწრაფად გასცეს პასუხი ვირუსს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ მძიმე ფორმების განვითარების თვალსაზრისით და ეს არის უპირველესი დანიშნულება ვაქცინაციის. კაი. და მაია ბოლოს ვთქვათ, ამ ეპიზოდის ბოლოს მინდა კითხო შენ, აი ვაქცინის შემდეგ და ბანაობა და ალკოჰოლი და ალკოჰოლის მიღება მიიწევს, ესე ვთქვათ, რას მირჩევთ? მე ვარ იმ 99%-ში შევდივარ ზელანდიის ნევლების სტატისტიკაში, რომელიც ვაქცინებულია, მაგრამ ვისაც დალევა უწევს, რას ვრჩევ? აიცრას დროულად თუ გადადოს დალევის შემდეგ აიცრას? და თვითონ რომ დალევა მიწევს, მეზიზღება როგორც ინფექციონისტ და ღვიძლის სპეციალისტ. სამწუხაროდ იმის გამო რომ დალევა უწევთ, ხშირად ამბობენ უარს გრიპის კი არა, ცოფის ვაქცინაზეც კი უარს ამბობენ, ერთხელ პოსტიც მქონდა ამაზე. თუ ადამიანი რაიმე საბაბით არ დალევს, ამაზე უკეთესი რა არის? ძალიან გამიხარდება ვაქცინა იქნება ეს საბაბი თუ რა, მაგრამ თუ ამის საბაბით არ აიცრება და გადადებს, ეს არასწორია. არ იკრძალება ალკოჰოლი ვაქცინის შემდეგ, არც იმავე დღეს, არც მეორე დღეს და არც მესამე დღეს. რა თქმა უნდა, ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ისეთ ზომაზე დავთვალოთ, რომ უკვე არ ვიცი, იმუნიტეტიც კი ვეღარ პასუხობდეს რაღაცებს, მაგრამ ჩვეულებრივ ალკოჰოლი ვაქცინასთან რეაქციაში არ შედის, როგორც ეს გონიათ ხოლმე, ამიტომ ნუ გადადებენ. თუ წასასვლელები არიან სადღაც სუფრაზე, ამის გამო ვაქცინაციას ნუ გადადებენ. ანუ დავაპრიორიტეტოთ ამ შემთხვევაში ვაქცინაცია. აუცილებლად და ბანაობა ესეც არ ვიცი საიდან მოდის დღემდე არავითარი შეზღუდვა ბანაობის არ ვიცი სექსის კინოში წასვლის ყავის დალევის არაფრის შეზღუდვა არ არის ავიცრებით და ჩვეულებრივი დღე გვექნება კარგი მოგეთ მე მგონი საინტერესო იყო ჩვენი საუბარი დროულიც არის ალბათ ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის ადამიანებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია ჯერ კიდევ წინა ესე ვთქვათ ის პერიოდი როდესაც ძალიან ვთქვათ გავრცელება პიკს აღწევს და უნდა შევხვდეთ მზად ამ სეზონს ჩვენი იმუნური სისტემა უნდა მზად შეხვდეს და ამის ერთადერთი რეალურად საშუალება არის გრიპის ვაქცინაცია. Ძალიან მადლობა მაია გია. დღევანდელი ეპიზოდი დასრულდა ჯანმრთელობის მატრიცის ჩვენი თქვა თხოვნა რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მეტი სტიმულისთვის, მეტი საინტერესო გადაცემის ჩაწერისთვის გემშვიდობებით. მადლობა.